ცენტრალური ფორვარდი, ორივე გუნდის ცენტრფორვარდი 7-7 ნომრით. ოლტმურზიევი და მანდრიჩენკო დარტყმა ვნახოთ ჩიტაიშვილის რა გოლი გავიდა! ბრავო რევას ჩიტაიშვილს სუპერ გოლი, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შედევრი, რაც ჯერჯერობით გასულა და მოახერხეს მათ დაწინაურება. ძალიან დიდი სივრცე დაუტოვეს ჩიტაიშვილს. ქონდა ამის თავისუფლება, განაპირა მცველს, რომ აი ესე დაერტყა და წინვალე შესრულება გამოვიდა, გიორგი ლორიაც ვეღარაფერს გახდა და დააწინაურდნენ სტუმრები ესეთი ულამაზესი გოლით, უზუსტესი შესრულებით. ჩიტაიშვილი გამორჩეულია ზოგადად ფლანგის მცველებს შორის. მას ბოლო წლების განმავლობაში გორის დილაში, იქამდე საჩხერის ჩიხურაში უყვარდა გოლების გატანა. პრინციპში არ არის დარტყმა ვნახოთ კარში თურმანიძე დამატება და სარიელი კარის ხაზიდან მოხერხდა. თუმცა ვერაფერი ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გოლი გავიდა და ჩაითვალა როგორც ჩანს სწრაფი პასუხი თბილისელებისა და 1-1. რა კარგი დასაწყისი გვაქვს მატჩისა და როგორც ჩანს ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. ნინუას შორეული გასროლა, თურმანიძემ ვერ შეძლო დაფიქსირება ბურთის ხელებში და აი აქ საბოლოოდ ჩიტეიშვილს შეიძლება ავტოგოლადაც ჩაეთვალოს იმ წინვალე გოლის და შედევრის შემდეგ. შეიძლება ავტოგოლი შეუფასდეს, იმიტომ რომ ოლტმურზიევის დამატების შემდეგ მან ითამაშა ბურთზე და როგორც ჩანს ბურთი კარში მისი დარტყმის შემდეგ აღმოჩნდა. აი აქ კარის ხაზზე იბრძოდნენ ბათუმელები, მაგრამ როგორც ჩანს კირკიტაძე აჩქარდა შემდეგ ჩიტეიშვილი დავად დარტყა და ლორია. აი უკვე ნამდვილად იქნება ჩაწოდება მიუხედავად იმისა, რომ ნინუა ბურთთან ჩაწოდება დარტყმა კარის მიმართულებით კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს თბილისელებმა. თოთხულ კლუბში მიიღო გამოცდილება და დაუბრუნდა უფრო გამოცდილი თავის გუნდს. თურქეთის სუპერლიგაში თამაში პატარა ამბავი არ არის, იმიტომ რომ შორის გამომდინარე იქიდან რომ შეცდომა აქ დაკარგეს ბურთი თბილისელებმა, კირკიტაძე 2-1. კირკიტაძე და ფეხბურთელი, რომელიც გოლს არ აღნიშნავს ყოფილი გუნდის კარში. ბურთის ამოტანის დროს დაშვებული იქნა შეცდომა, როგორც ჩანს გიორგი ლორიამ ვერ გააკეთა ზუსტი პასი, რაც საკუთარი საჯარიმოდან გამოსული. აქ კალანდაძე უფრო მეტად ფლანგისკენ იხსნებოდა, იქელოდებოდა გადაცემას და ამ შეცდომის შემდეგ, არაზუსტი პასის შემდეგ ბურთთან პირველი გაჩნდა კირკიტაძე, რომელმაც ერთი შეხებით მიიღო და მეორეთი დაარტყა ზუსტად სარიელ კარში 2-1. კირკიტაძემ მის კარგ ფორმაზე უკვე ვისაუბრეთ, მის ათამაშებაზე და ბოლო ტურებში ფორმაში შესვლაზე, იქ საგოლე პასები გავიხსენეთ, რომელიც პაერთან გააკეთა და პირველად იყო დაგმული, მაგრამ მაინც გრძელდება შეტევა, ხარებაშვილი აწია თავი, გააკეთა პასი, უგრეხელიძე დარტყმა, ეგრევე შეეძლო თბილისელებს პასუხის გაცემა და ანგარიშის გათანაბრება. ცენტრალურმა მცველმა დაარტყა ამჯერად ერთი შეხებით და საკმაოდ საფათო და თურმანიძე აკონტროლებდა დარტყმის მიმართულებას, მაგრამ აი კარში თუ წავიდოდა ის აწიეს ბურთი ლორია გავუარდა, მაგრამ დაიჭირა მაინც ბურთი. წავიდნენ ბათუმელები შეტევაში, კირკიტაძე შესანიშნავი პასი მანდრიჩენკო, რა მომენტი ვერ გამოიყენა დინამო ბათუმმა. კირკიტაძეს ბენეფისს ვადევნებთ მატჩიდან მატჩამდე თვალს და ის ძალიან უმატებს. დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი მონაწილეობას, მისი ძალიან დიდი მონაწილეობაც არის. ძირითადად აი ეს სრულებაზე შემოდიოდა და გოლები გაქონდა, აქაც იგივეს გაკეთებას აპირებს. თამაშგარეში აღმოჩნდა, მაგრამ გოლე პასები მომენტებს ქმნიდა ხოლმე არა ერთს, ისევე როგორც აქ თამაში. გარდატეხის შეტანა ნინუამ დაატრიალა, მაგრამ ბრაზილიელი ლეონარდო სანტოსი და გამოვიდეს მოედანს. სანიშნავი პასი გიორგი ზარიას შესრულებით იყო მონტეიროზე სივრცე, ჩაწოდება აი მონტეიროს დარტყმა და 2-2. ეს არის ის, რაზეც ვისაუბრე. გიორგი ზარია, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გააქვს თავისი გოლი. დიდად ლეგიონერები ვერ წინავდნენ და ზარია კიდევ მოდესაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი დადარიგშია, რა თქმა უნდა, მისი გამოყვანა მოედანზე შვენიერი გადაწყვეტილებაა და დაეხმარა კიდეც იგი თავის გუნდს და შემდეგ მონტეირომ დაასრულა ეპიზოდი გოლით, რომელიც მისთვის კრისტალბეტის მერვეულ ლიგაში არის რიგით მეორე. პორტუს აკადემიიდან არის მოყვანილი ეს ფეხბურთელი, პორტუ B-დან. პირველს დაეწია
ლეონარდო სანტუში ჩაწოდება თურმანიძემ გამოიტანა დამატებაზე ზარია სააცალეს და კონჩეტოვის შანსი დინამო ბათუმს. იძისგან წოლუკიძე მის წინააღმდეგ ხარებაშვილი შევიდა საჯარიმოში, სუსტი პასი გააკეთა, დარტყმის დროა, დარტყმა მოხერხდა ლორიას ორიგი მოგერიება და კიდევ ერთი კუთხური. ის რომ დინამო ბათუმის შემადგენლობაში ამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა, შეუძლიათ უკეთესი ფეხბურთის თამაში, ორივეს ეთყობა ელემენტები, კარგი თამაში, აბა ეს ეპიზოდი ბათუმელთა შეტევა და ახლა უკვე ისინი ითხოვდნენ პენალტს, აქაც საჯები არ ნიშნავენ 11 მეტრიანს. დონკორი გააყოლა სანტუს დარტყმა თურმანიძემ დაიჭირა ბურთი ხელებში, რამუში ურტყამდა. აი ეს რეალური საფრთხო ეპიზოდი იყო, ის შეგდება საჯარიმოში და დარტყმა, რომელიც გოლად არ იქცა. და 13 წუთი მიმდინარეობს. ორმა დინამომ ქულები გაინაწილა. ისინი ცხრილის შუაში რჩებიან ჩემპიონატის საწყისი ტურის 3 გადადებული მატჩიდან 2 კი უკვე გამართულია.